გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 17-ზე გამოშვებაში ნახავთ. კახარიას პარტიის საპარლამენტო ბოიკოტი დასრულებულია. პარტიის 11 წევრი უკვე საკანონმდებლო ორგანოშია. არჩევნების და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობა. ცესკოს პასუხი პოლიტიკურად დაინტერესებულ მხარეს. ნაციონალური მოძრაობა ახლები და ლელო სწორედ ამ პარტიების აკრძალვას ითხოვს ქართული ოცნება კონსტიტუციური სარჩელით. აკრძალვა ეხება ეგრეთ წოდებულ მემკვიდრე პარტიებსაც. კონსტიტუციური სარჩელის სამართლებრივ დასაბუთებაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა. შალვა პაპუაშვილის თქმით, სარჩელში წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება ამ პარტიების არაკონსტიტუციური მიზნები და ქმედებები. სოფო ბერიძე მუშაობს თემაზე და ის უფრო მეც მოგვიყვება. სამი პარტიის აკრძალვის მოთხოვნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს არაერთი არგუმენტით დაასაბუთა, მათ შორის პირველმა კანონმდებელმა თქვა, რომ საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით პოლიტიკური პარტიის აკრძალვისთვის მის არაკონსტიტუციურ იდეებთან და ქცევებთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტულ პარტიას ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ რეალური საფრთხე შეუქმნას კონსტიტუციურ წყობილებას. ამ მხრივ განსაზღვრელია პარტიის ზომა, სტრუქტურული ორგანიზება, პოლიტიკური გავლენა. ამიტომ იმ პარტიების განსაზღვრისას, რომელთა აკრძალვასაც კონსტიტუციური სარჩელით ქართული ოცნება ითხოვს, მმართველმა პარტიამ ორი მთავარი კრიტერიუმით იხელმძღვანელა. პირველი, რამდენად მყარია კონკრეტული პარტიის არაკონსტიტუციურობის სამართლებრივი დასაბუთება და მეორე, რამდენად უქმნის კონკრეტული არაკონსტიტუციური პარტია მისი ზომით, ორგანიზაციული სტრუქტურით თუ პოლიტიკური გავლენით რეალურ საფრთხეს კონსტიტუციურ წყობილებას. საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით პოლიტიკური პარტიის აკრძალვისთვის მის არაკონსტიტუციურ იდეებთან და ქცევასთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტულ პარტიას ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ რეალური საფრთხე შეუქმნას კონსტიტუციურ წყობილებას. ამ მხრივ განსაზღვრელია პარტიის ზომა, სტრუქტურული ორგანიზება, პოლიტიკური გავლენა. ამიტომ იმ პარტიების განსაზღვრისას, რომელთა აკრძალვასაც კონსტიტუციური სარჩელით ვითხოვთ, ვისარგებლეთ ორი მთავარი კრიტერიუმით. პირველი, რამდენად მყარია კონკრეტული პარტიის არაკონსტიტუციურობის სამართლებრივი დასაბუთება და მეორე, რამდენად უქმნის კონკრეტული არაკონსტიტუციური პარტია მისი ზომით, ორგანიზაციული სტრუქტურით თუ პოლიტიკური გავლენით რეალურ საფრთხეს კონსტიტუციურ წყობილებას. ჩვენი ერთობლივი კონსტიტუციური სარჩელის მოთხოვნილია შემდეგი სამი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა, რომლებმაც საერთო მისწრაფებით მოქმედი კოალიციური ერთობა და ერთიანი ორგანიზმი შექმნეს და დღესაც ასე მოქმედებენ. ეს პარტიებია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება, ერთიანობა, ნაციონალური მოძრაობა. მეორე, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება, კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი დროა. მესამე, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება, ძლიერი საქართველო, ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის. ჩვენი კონსტიტუციური სარჩელით მოთხოვნილი არ იქნება არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს წევრების უფლებამოსილების შეწყვეტა, რაც დღევანდელი მდგომარეობით რელევანტური იქნებოდა მხოლოდ პარტია ლელოს სახელით საკრებულოში გასულ 59 წევრთან დაკავშირებით. ამით უპირველეს ყოვლისა გსურს პატივი უცეთ მათ ამომრჩევლებს და განსხვავებით თავად პარტია ლელოსგან, რომელმაც მისი ამორჩევლისგან მინიჭებული საპარლამენტო მანდატების მიღებაზე უარი თქვა, საკრებულოებში შევინარჩუნოთ ამომრჩევლის მიერ გაცემული მანდატი. ლელოს კონკრეტული წევრების გარდა ქართული ოცნების სარჩელი ასევე არ ეხება გიორგი კახარიას პარტიასაც. ბუნებრივია, პირველმა კანონმდებელმა ისაუბრა ამ ნაწილთან დაკავშირებით და წარმოადგინა საკუთარი არგუმენტები. გარდა ამისა, არსებობენ კონკრეტული პარტიები, რომლებიც ასაკრძალ პარტიებთან მჭიდრო კავშირში არიან, მაგრამ მათთან დაკავშირებითაც ამ ეტაპზე ისინი არ იქნებიან საკონსტიტუციო სარჩელში. პირველი კანონმდებელი განმარტავს, რომ აღნიშნულ სამ პარტიასთან მჭიდრო კავშირში ელენე ხოშტარია დროა, გირჩი მეტი თავისუფლება, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო, ფედერალისტური პარტია, საქართველოს რესპუბლიკური პარტია. თუმცა, მიუხედავად ამისა, როგორც შალვა პაპუაშვილმა განმარტა, ვინაიდან მათ ამჟამად მათი სიდიდით, ორგანიზაციული სტრუქტურით, არსებითი გავლენა, მათ შორის საარჩევნო ბარიერის გადალახვის რეალური პერსპექტივა არ გააჩნიათ, ამ ეტაპზე ქართული ოცნება მათი აკრძალვის აუცილებლობას ვერ ხედავს.
ასათვალისწინებელია, რომ ზემოხსენებულ პოლიტიკურ პარტიებთან ჭიდრო დაკავშირებულია სხვა პოლიტიკური პარტიებიც, როგორებიცაა ელენე ხოშტარია, დროა და გირჩი მეტი თავისუფლება, რომლებიც სინამდვილეში კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროას შემადგენლობაში არიან. თუმცა ფორმალურად დამოუკიდებელ პარტიებად არიან რეგისტრირებული. აგრეთვე კი ევროპას სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველოს მოძრაობა თავისუფლებისთვის, ფედერალისტური პარტია, საქართველოს რესპუბლიკური პარტია და სხვა ფიქტიური, ერთკაციანი და მცირე პარტიები. თუმცა, ვინაიდან მათ ამჟამად მათი სიდიდით, ორგანიზაციული სტრუქტურით, არსებითი გავლენა მათ შორის საარჩევნო ბარიერის გადალახვის რეალური პერსპექტივა არ გააჩნიათ, ამ ეტაპზე მათი აკრძალვის აუცილებლობა არ იკვეთება. მათი არაკონსტიტუციურობის საკითხი დღის წესრიგში შეიძლება დადგეს მოგვიანებით იმ შემთხვევაში, თუ ისინი პოლიტიკურ პროცესზე არსებით გავლენას შეიძენენ. ასევე ჩვენი სარჩელი არ შეიცავს არაკონსტიტუციურ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვის მოთხოვნას. როგორც იცით, დღეს კანონმდებლობით განსაზღვრულია მემკვიდრე პარტიის ინსტიტუტი, რომელიც იძლევა უფრო ფართო შესაძლებლობას აკრძალულ პარტიებთან დაკავშირებული პირების სამომავლო არაკონსტიტუციური პოლიტიკური საქმიანობის აღსაკვეთად. გახარია საქართველოს პარტიის შემთხვევაში მთავარი სამართლებრივი ხაზი იქნებოდა საბოტაჟი არჩევნების, თუმცა მათ იმ ნაბიჯით, რომ თავის დროზე მანდატები შეინარჩუნეს და რამდენიმე დღის წინ კი განაცხადეს, რომ პარლამენტში საქმიანობას განაახლებენ და დღეს განაახლეს კიდევაც საქმიანობა, ამ ხრივ, ასე ვთქვათ, ამ არგუმენტისგანაც თავი გაითავისუფლეს. ქართული ოცნების კონსტიტუციური სარჩელი ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციის 23 მუხლით გათვალისწინებულ კონკრეტულ დარღვევებს, კერძოდ ეს დარღვევები გახლავთ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა და ძალადობით შეცვლა, ადამიანის უფლებების ხელყოფა, საყოველთაო არჩევნების გზით არჩეული ორგანოების ლეგიტიმურობის აღიარებაზე უარის თქმა, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობით შეცვლის მცდელობები, საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. საქართველოს კონსტიტუციის 23 მუხლი დაუშვებლად მიიჩნევს ისეთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობას, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღუევს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს. ამასთან პოლიტიკური პარტიის საქმიანობა უშუალოდ და მჭიდროდ დაკავშირებულია თავდაცვის უნარიანი დემოკრატიის კონცეფციასთანაც, რომლიდან გამომდინარეც დაუშვებელია პოლიტიკური პარტიის ისეთი საქმიანობა, რომელიც უგულებელყოფს დემოკრატიულ სახელმწიფოს იდეას ან საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს რომელიმე ფუძემდებლურ პრინციპებს. სხვა დარღვევებთან ერთად მტკიცებულებები დასტურდება, რომ შესაბამისი პოლიტიკური პარტიები პრაქტიკულად უწყვეტ რეჟიმში უარყოფენ საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისა და მმართველი პოლიტიკური პარტიის როგორც საშინაო პოლიტიკურ, ისე საგარეო პოლიტიკურ ლეგიტიმაციას და შესაბამისად მის კონსტიტუციურობას. ამით აღნიშნული პარტიები აღიარებენ, რომ მათსა და მმართველ პარტიას შორის ერთ-ერთი მხარე უსათუოდ არაკონსტიტუციურად უნდა შეირაცხოს. ჩვენს სარჩელში წარმოდგენილია მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ არაკონსტიტუციური მიზნები სწორედ ამ პოლიტიკურ პარტიებს ამოძრავებს. ხვალ გაიმართება საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ხდომა. კომიტეტმა უნდა დაადასტუროს სარჩელზე ხელმომწერი დეპუტატების ხელმოწერების ნამდვილობა და ამის შემდეგ უკვე ქართული ოცნების უпростоრად პარლამენტის სარჩელი გადაიგზავნება სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოში. ამ სარჩელზე ხელმომწერი არის არამხოლოდ ქართული ოცნება, არამედ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც ახლა საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობენ. ბუნებრივია საუბარი არ არის გიორგი გახარიას პარტიაზე. გავაგრძელებთ ბრძოლას მათ შორის იმ პარტიებთან ერთად, რომელსაც ივანიშვილი გაუქმებით ემუქრება. პირიქით, ეს შეიძლება გახდეს ახალი შესაძლებლობის შანსი იმისთვის, რომ დემოკრატიული პოლიტიკური ძალები გავერთიანდეთ. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას და წინააღმდეგობას. ჩვენთვის ეს არის ისეთი გამოწვევა, რომელსაც აუცილებლად მოუძებნით წინააღმდეგობის გზას.
ასეთია იმ პარტიების პოზიცია, რომლებიც მოხვდნენ კონკრეტულ საკონსტიტუციო სარჩელში. ოპოზიციური პარტიები ამტკიცებენ, რომ გააგრძელებენ ბრძოლას, რა გზებით ამას ალბათ ვნახავთ მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით სწორედ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. მადლობა სოფო ბერიძეს. კახარიას პარტიის საპარლამენტო ბოიკოტი დასრულებულია პარტიის 11 წევრს საკანონმდებლო ორგანოში მათ მიმართ გაკეთებული საკმაოდ მწვავე განცხადებების მოსმენა მოუწია. მმართველმა გუნდმა გიორგი გახარია და მისი პარტია ღალატში კიდევ ერთხელ ამხილა ქართულმა ოცნებამ კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით თქვა, რომ გახარიას პარტია ქვეყნის დაზიანებას, მათ შორის ქვეყნის გარედანაც ცდილობდა. პოლიტიკური განცხადებები გააკეთეს პარლამენტში შესულმა დეპუტატებმაც. ეს არის ის გაკვეთილი, რომელიც მათ შორის საქართველოს სხვადასხვა მოწვევის პარლამენტს მრავალჯერ აქვს გავლილი. 2016 წელს იყო მცდელობა არჩევნების შედეგების არაღიარებისა, თუმცა ბოლოს მოუწია ყველას არჩევნების და ხალხის ნების აღიარება და პარლამენტში საქმიანობის შედგომა. 2020 წელს ვნახეთ ჩვენ მცდელობა, რომ არ ეღიარებინათ არჩევნების და შედეგები. ერთი წელი დასჭირდა ზოგს ნახევარი წელი იმისთვის, რომ გაიაზრებინა, რომ ხალხის ნებას ვერ გაიქცეოდა და ბოლოს შეუდგნენ სადეპუტატო უფლებამოსილების შესრულებას. და 2024 წელსაც ჩვენ ვიხილეთ იგივე მცდელობა რეალობისთვის თვალის არიდებისა, ხალხის ნებისთვის თვალის არიდებისა და მისასალმებელია, რომ მართალია დაგვიანებით ერთი წლის თავზე, თუმცა ერთი პოლიტიკური ჯგუფი პარტია აღიარა ხალხის ნება, აღიარა დემოკრატია და შეუდგა სადეპუტატო უფლებამოსილების შესრულება. სამწუხაროა, რომ ზოგიერთმა პარტიამ უკან დასახევი ხიდები დაიწვა და შეიძლება დღეს ძალიან წუნდოდეთ პარლამენტში ყოფნა, თუმცა ამის შესაძლებლობა თავათვე მოუსწრეს უპირველეს ყოვლისა საკუთარ ამომრჩევლებს, რომ მათი ხმა გაჟღერდეს საქართველოს პარლამენტში. დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებული არის დეპუტატის ფიცი, რომლის დადებაც ერთი წლით დაგაგვიანდა, თუმცა ჯობს გვიან ვიდრე არასდროს. პარლამენტში ქართველი ხალხი უკვე ერთი წელია ელის განსხვავებული აზრის გახმოვანებას. ჩვენი პოლიტიკური ძალა მინდა იცოდეთ, რომ სრულიად გააზრებულად იღებს პასუხისმგებლობას იმ შეცდომებზე, რაც ამ ერთი წლის მანძილზე დაუშვით. რაც პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეხება საპარლამენტო ბოიკოტს. 4 ოქტომბრის იმ პასუხისმგებლო სპეცოპერაციის სხვას ვერაფერს ვერ დავარქმევთ, შემდეგ ერთგვარად გაგჩენოდათ დამატებითი საფუძველი, რომ დაგეძლიათ ლეგიტიმაციის კრიზისი. ეს არის იმ სცენარის ნაწილი, იმ დივერსიფიცირების სცენარის ნაწილი მათი პატრონებისგან, რომელშიც ეს დანაყოფი კოლექტიური ნაცმოძრაობიდან ჩაეწერა თავისი ბუნებრივი როლით. ძალიან მძიმე მოსასმენი შეიძლება იყოს თქვენთვის, არ ვიცი რამდენად მძიმე თუ არა, მაგრამ ეს ბუნებრივი როლი არის ღალატი და ამის ნათელი მაგალითია თქვენი ლიდერი, რომელიც ქვეყნიდან არის გაქცეული. თუმცა თქვენი 8%-ია მხოლოდ ლეგიტიმური. ერთი გახსოვდეთ და პირველ რიგში აი ამ დარბაზში გეუბნებით, მადლობა გაქვთ მოსახდელი თითეული უმრავლესობის წევრისთვის, რომ საერთოდ მოგეცით უფლება, რომ აქ შეხართ. ჩვენ პატივი ვეცით იმ ამომრჩეველს, რომელი ამომრჩეველსაც თქვენ ატყუებდით. თქვენს მიჯაჭულობას ნაციონალურ მოძრაობაზე, რაც არ უნდა თავი იმართლოთ, რომ არ ხართ ამ იდეის მომხრე და არ ხართ ერთი ძალა, ხო? აი ეს საპარლამენტო არჩევნების დასრულებისთანავე რამდენიმე დღეში დაამტკიცეთ და დაამტკიცეთ თქვენ ამომრჩეველს, ოდესაც მე არ მინდა შორ რეტროსპექტივაში წავიდე, ხელი მოაწერეთ იმ მოღალატეობრივ წერილს, რომელიც ბრიუსელში გაიგზავნა, სადაც ითხოვდით თქვენი ქვეყნის დასჯას. მორიგი შეტევა საქართველოს ხელისუფლების და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ასიაფასებს მმართველი გუნდი ალდეს მიერ ბრიუსელში გამართულ პარტიულ კონგრესზე მიღებულ რეზოლუციას, სადაც საქართველოში გამართულ თვითმმართველობის არჩევნებს ყალბი არჩევნები უწოდეს. არის თუ არა მარტა კოსის და კაია კალასის პოზიცია, რომ 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყო ყალბი, ქრონიკის ამ კითხვის საპასუხოდ ევროკავშირის საელჩომ ევროკომისრების ერთობლივ განცხადებაზე მიგვითითა, რომელიც 5 ოქტომბერს გამოქვეყნდა. კიდევ ერთი შეტევა ქართულ სახელმწიფოზე, ეს არის კიდევ ერთი შეტევა ქართულ ინსტიტუტებზე და ეს არის კიდევ ერთი შეტევა ქართველი ხალხის ნებაზე, მაგრამ ამ შეტევებს არანაირი არც
შედეგი არ მოაქვს და არც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ქართველი ხალხი თვითონ წყვეტს ვის მისცეს ლეგიტიმაცია. ევროპულ პოლიტიკურ წრეებში იყვნენ ადამიანები, რომლებიც ეუთო ოდირს არ ურჩევდნენ საქართველოში გამგზავრებას არჩევნების დასაკვირვებლად და მათ შორის ჩვენი ქართული, ასე ვთქვათ, რადიკალური ოპოზიციის წევრებიც ასევე იგივე აზრზე იყვნენ, რომ ეუთო ოდირი არ უნდა ჩამოსულიყო საქართველოში არჩევნების დასაკვირვებლად. ეს სცენარი მათ, ასე ვთქვათ, წინასწარ დადგმული ჰქონდათ, წინასწარ ჰქონდათ ეს ყველაფერი დაგეგმილი და უბრალოდ მოიმიზეზეს ის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თითქოს გვიან გაუგზავნა მათ მოწვევის წერილი. ალდეს რეზოლუცია არის სამწუხაროდ ძალიან კარგი მაგალითი, როგორ შეუძლიათ უცხოურ ძალებს ქვიშაში თავი ჩაყონ და იმის მიუხედავად, რომ პრობლემების დიდი ნაწილი სწორედ მათ მიერ არის ინსპირირებული, შთაგონებული, ამის მიუხედავად გაექცნენ პასუხისმგებლობას და პასუხისმგებლობის ისრები გადაიტანონ სრულიად უაზრო და უსამართლოდ ხელისუფლებაზე. ამ პოლიტიკური ჯგუფის და ოჯახის ნაწილი არიან ის რადიკალური ძალები, რომლებიც საქართველოში ხელისუფლების დამხობას უჭერდნენ მხარს, ამიტომ არ არის გასაკვირი ამ რადიკალური დღის წესრიგის გატარება. კარგი იქნება ნამდვილად თუ ევროკავშირი ძალიან მკაფიოდ დელეგაცია მკაფიო განცხადებებს გააკეთებს აღნიშნულთან დაკავშირებით გაემიჯნება სწორედ აი ამ უგულებელყოფას ქართული ხალხის ნების. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებიდან 1 წლის შემდეგ კვლავ არ წყდება ამ არჩევნების და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის კამპანია და მცდელობა ხელოვნურად გაძლიერდეს ნარატივი, თითქოს და არჩევნები გაყალბდა. CESCOM მიიჩნევს, რომ ზოგიერთი პოლიტიკურად დაინტერესებული მხარე ცდილობს დამახინჯებული ფაქტების მიწოდებით საზოგადოებაში შექმნას აღქმა, რომ არჩევნები იყო მანიპულირებული, ეს კი რეალობის შეგნებულად დამახინჯების მცდელობაა. 1 წლის თავზე კვლავ აქტიურად იმით ზახილი, რომ არჩევნები გაყალბდა და ამ ნარატივის გაძლიერების მცდელობები მიუთითებს მხოლოდ ერთ რამეზე, რომ როდესაც არ არის მტკიცებულებები, როდესაც არ არის ფაქტები, რომელიც დაადასტურებდა რომელიმე ამ ბრალდების რეალურობასა და ნამდვილობას, ეს ყველაფერი შეიძლება ემსახურებოდეს იმას, რომ საზოგადოებაში შეინარჩუნოს ან შეიქმნას აღქმა იმის თაობაზე, რომ თითქოს არჩევნები იყო მანიპულირებული, მაშინ როდესაც არც ეუთო ოდირის დასკვნაში და არც სხვა ორგანიზაციების დასკვნაში რაიმე მითითება გაყალბების თაობაზე, ან რაიმე სისტემური დარღვევის თაობაზე არ იკითხება, უფრო მეტიც პირიქით ჩვენ ვკითხულობთ იმას, რომ არჩევნები პროცედურული თვალსაზრისით იყო კარგად ადმინისტრირებული. კანონის უზენაესობის მსოფლიო რეიტინგში საქართველო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზეა. მართლმსაჯულების მსოფლიო პროექტის მიერ გამოქვეყნებულ გლობალურ რეიტინგში საქართველოს ჩამორჩება ევროკავშირის წევრი ბულგარეთი, უნგრეთი, ასევე ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები მოლდოვა, უკრაინა, ალბანეთი, მონტენეგრო, სერბეთი და ბოსნია-ჰერცეგოვინა. რეიტინგში 105 ადგილზეა ბელარუსი, თურქეთი 118 პოზიციაზეა. რეიტინგის შედგენა ხდება 8 ფაქტორის შეფასებით, ესენია მთავრობის ძალაუფლების შეკავება, კორუფციის არსებობა, ღია მმართველობა, ფუნდამენტური უფლებები, წესრიგი და უსაფრთხოება, რეგულირება, სამოქალაქო სამართლის სისტემა და სისხლის სამართლის სისტემა. World Just Project-ის კანონის უზენაესობის რეიტინგში საქართველო პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. ყველაზე დიდი შეფასება საქართველომ დაიმსახურა უსაფრთხოების და წესრიგის მიმართულებით, ასევე კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით და კანონის უზენაესობის ნაწილში ის უსწრებს ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანას და ყველა კანდიდატ ქვეყანას, როგორც არის უკრაინა, მოლდოვა, მონტენეგრო, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ალბანეთი, სერბეთი. მნიშვნელოვანია ის, რომ აღნიშნული ორგანიზაცია 2006 წლიდან აწარმოებს აღნიშნულ რეიტინგს მსოფლიო მასშტაბით და მის სათავე მდებარეობს ვაშინგტონში. რუსთაველის გამზირი გუშინ რამდენიმე ადამიანმა ხელოვნურად ისევ გადაკეტა ამ პროცეს აქტივისტების და პოლიტიკოსების ნაწილი ტროტუარიდან ადევნებდა თვალს. გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის სამართალდამცველებმა 4 ადამიანი დააკავეს, მათგან ჩვენი ინფორმაციით ერთი რუსეთის მოქალაქეა.
10 კაცი და 12 კაცი ვცდილობს რომ ვერც ფარავს სიგრძივაც ვერ ფარავს იმ რუსთაველის გამზირს რომ გადაკეთოს და ძალაობს მძღოლებზე, ავტობუსის მძღოლებზე, ტაქსის მძღოლებზე, ჩვეულებრივ ადამიანებზე, მოქალაქეებზე 10-20 ადამიანი ძალადობს იმ რომ გადაკეთოს დედაქალაქის მთავარი გამზირი. Რა თქმა უნდა, კანონი ამაზე მოქმედებს და შესაბამისად ხედავთ რომ ყოველდღიურად უფრო და უფრო ნაკლები ადამიანი არის ვინც ცდილობს რომ გზა გადაკეთოს. ამ რადიკალებს დაემართათ ზომბიზაცია. ანუ ყოველ ჯერზე, როდესაც ისინი ხელოვნურად ცდილობენ გადაკეთონ გზა და დაარღვიონ კანონი, ეს არის ზომბიზაცია და ესეც განპირობებულია, რა თქმა უნდა, მათი პატრონების მხრიდან, რომლებმაც დააზომბეს ეს ადამიანები, მაგრამ კიდევ უფრო ამორალური ამ ყველაფერში არის ის, რომ ეს ლიდერები ისევ ბუჩქების უკან იმალებიან და იქიდან აძლევენ ბრძანებას, რომ გადაკეთონ ხელოვნურად გზა. ამითაც ჩანს მათი დამოკიდებულება საკუთარი მხარდაჭერების მიმართაც და ეს ადამიანები არა მარტო კრიმინალით არიან გაერთიანებული, არამედ ამორალურობის დონესაც და ფსკერს საზღვარი არ გააჩნია. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაკავებული მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ბრალის წარდგენას ელოდება. დავით ტაბიძის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი გამოძიებასთან თანამშრომლობს. გამოძიებასთან თანამშრომლობთ პირველი დღიდან, ჩვენ დასავალი არაფერი გვაქვს და ჯერ ბრალი არ წარუდგენია, ველოდებით ბრალის წარდგენას და საქმის მასალების გადმოცემას და მაგის მერე გვეცოდინება უკვე რა პოზიცია გვექნება. შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე უნგრეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებს ეწვია. დელეგაციის წევრებმა მოინახულეს უნგრეთის ეროვნული პოლიციის სპეციალურ დავალებათა დანაყოფი, რომელიც სპეციალური ღონისძიებების განხორციელებისას ადგილობრივი პოლიციის დახმარებას უზრუნველყოფს. გეკა გელაძე ასევე ეწვია უნგრეთის პოლიციის სასწავლო აკადემია, სადაც დეტალური ინფორმაცია მიიღო აკადემიის საქმიანობისა და საპოლიციო განათლების სპეციფიკაზე. ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა გამოხატეს მზაობა აქტიურად გააგრძელონ მუშაობა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით. ეპარქიულ კომისიაზე არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის მიერ მოთხოვნილი ფორმატი არ დაკმაყოფილდება. ამის შესახებ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადებაში წერია, რომ ეს არის უპრეცედენტო და დაუშვებელი. საპატრიარქო განმარტავს, რომ დეკანოზ მიქაელ ბოტკოველისგან არქიმანდრიტ დოროთეს ეცნობა, რომ ტელეკომპანიების წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების თანდასწრებით ეპარქიული კომისია ვერ და არ გაიმართება, თუმცა ის კვლავ იმეორებდა, რომ კომისიაზე გამოცხადების შესახებ თავის პირობებს ამ მხრივ არ შეცვლიდა. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ევროპის ბირთვული კვლევების ორგანიზაციის ექსპერიმენტის ლიდერს ბოსტონის უნივერსიტეტის პროფესორს ტიციანო კამპორეზის უმასპინძლა. შეხვედრაზე სამომავლო პარტნიორობის შესაძლებლობები განიხილეს, როგორც სტუდენტთა საგანმანათლებლო პროგრამების, ისე კვლევითი და სამეცნიერო საქმიანობის გაძლიერების მიმართულებით. მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო ადრონული თერაპიის ცენტრს, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში დაპროექტების ეტაპზეა. სტუდენტები იმუშავებენ მოწინავე ტექნიკურ პროექტებზე, ექსპერიმენტულ და საინჟინრო გუნდებთან. განვიხილეთ ჩვენი თანამშრომლობის გეგმები, გამოიკვეთა ძირითადი მიმართულებები ჩვენი კომპიუტერული მეცნიერების, მათემატიკის და მენეჯმენტის სკოლის სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას მიიღონ ახალი ინფორმაცია, ახალი ცოდნა და ამით კიდევ უფრო საინტერესონი გახდნენ საერთაშორისო საქმეების ბაზისთვის. მოხარული ვარ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუმრობით. 10 წელზე მეტია თანამშრომლობ საქართველოსთან და ძალიან მიხარია, რომ დღეს კამპუსში სტუმრობის შესაძლებლობა მომეცა. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მიუხედავად იმისა, რომ ახალი დაფუძნებულია, სწრაფად იზრდება და ვითარდება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობა გავაგრძელოთ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით. რაც უნივერსიტეტის სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას ჩამოვიდნენ ჟენევაში, ისწავლონ და განავითარონ უნარები კომპიუტერულ მეცნიერებებში, ზოგად კვლევებსა და სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებში. შედგა ძალიან პროდუქტიული, ძალიან სასარგებლო დისკუსია, მიღწეულებთან შეთანხმება სტუდენტური გაცვლითი პროგრამებისა და სამეცნიერო კვლევითი ერთობლივი პროგრამების დაწყების შესახებ. ყურადღება დაეთმო ჩვენი ადრონული ცენტრის, ასე ვთქვათ, ფუნქციონირებას, რომელიც დაახლოებით 2 წელიწადში უკვე თავის სტარტს აიღებს.
ახლა კი უცხოეთის ახალი ამბები. უკრაინის გამოძიების ბიურომ სახელმწიფო კომპანია უკრაინენერგოს ყოფილი ხელმძღვანელი კორუფციის ბრალდებით დააკავა. საქმე ეხება დიდი ოდენობით თანხის გათეთრებას და თაღლითობას. გამოძიება ვლადიმერ კუდრიცკისა და ბიზნესმენ იგორ გრინკევიჩს სახელმწიფო კომპანიის კუთვნილი თანხის ტენდერების ჩატარების გზით მითვისებას ედავება. საქმეში ასევე ყალბი დოკუმენტების გამოყენებაც. ბიზნესმენის სხვა კორუფციულ საქმეზე უკვე იხდის სასჯელს, თუმცა დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას პატიმრობის ვადის გაზრდა ემუქრება. ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად მზად არის მონაწილეობა მიიღოს სამხრივ შეხვედრაში. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ შეხვდება ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტებს ნებისმიერ ადგილას, თუნდაც უნგრეთში, თუ ეს სამიტი უკრაინაში მშვიდობას მოიტანს. თუმცა უკრაინის პრეზიდენტი ამბობს ასევე, რომ რუსეთს ომის დასრულება არ სურს და მოკავშირეებმა ამისთვის მოსკოვზე წნეხი უნდა გააძლიერონ. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მოსკოვი მზად არის ნატოს თავდაუსხმელობის გარანტია მისცეს. სერგეი ლავროვი ამბობს, რომ რუსეთს შეიძლება საერთო უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში ნატოზე თავდასხმის განზრახვების არარსებობის გარანტიაც ჩაწეროს. ამასთან რუსეთის პირველმა დიპლომატმა ალიანსი უკრაინაში ომის გახანგრძლივებაში დაადანაშაულა. თქვა, რომ ევროპა ახალი დიდი ომისთვის ემზადება და ნატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერები არწმუნებენ შეერთებულ შტატებს უარი თქვას უკრაინაში სამშვიდობო ძალის ხმევაზე. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ კორუფციის საქმეზე ჩვენების მისაცემად სასამართლოში მივიდა. პრემიერ-მინისტრს ბიზნესმენისგან $210,000 ღირებულების საჩუქრების მიღება ედება ბრალად. სასამართლო პროცესი 2020 წელს დაიწყო და ამ დრომდე არ დასრულებულა. ბენიამინ ნეთანიაჰუ ბრალს არ აღიარებს. პრემიერმა დაკითხვის ხანმოკლე პროცედურა ითხოვა იმ მიზეზით, რომ მას მთავრობის საგანგებო სხდომა აქვს ჩანიშნული ღაზაში ვითარებასთან დაკავშირებით. სამშვიდობო ზავის ფარგლებში ჰამასმა ისრაელს კიდევ ერთი მძევლის ცხედარი გადასცა. მას ახლა იდენტიფიცირების მიზნით ექსპერტიზა utardeba. 7 ოქტომბრის სისხლიანი მოვლენებისას ჰამასის მიერ გატაცებულ ტყვეთა ცხედრების მოძიება საბრძოლო მოქმედებების შედეგად დანგრეულ ღაზაში გართულებულია. ქრონიკა 17-ზე დასრულებულია. რამდენიმე წუთში ეთერს ნათია სორდია განაგრძობს სტუმრებთან ერთად. მე ხვალამდე გემშვიდობებით ნახვამდის.